პროტესტია თბილისშიც, დედაქალაქში შაბათის მარში მიმდინარეობს. სულ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მსვლელობა დაიწყო. მოქალაქეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, იქ სადაც უკვე 514 დღეა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეებს უცვლელი სხვა მოთხოვნებიც აქვთ. საპარლამენტო არჩევნები და ქიმიური იარაღის გამოყენების საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა. სოფო კაჭარავა უერთდება შაბათის ფორმულას პირდაპირ ეთერს რუსთაველის გამზირიდან. სოფო საღამო მშვიდობისა. მე რამდენადაც ვიცი, არ ვიცი სწორად ვიცი თუ არა შენ ჩამისწორე, დღევანდელი მარში ეძღვნება სინდისის პატიმრებს. სად ხართ თქვენ და რამდენადაც ვიცი მსვლელობა უკვე დაიწყო ფილარმონიიდან? დიახ, თვითონ მსვლელობა უკვე დაიწყო რუსთაველის გამზირზე. დღევანდელი მსვლელობის თემა არის თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ისევე როგორც ზოგადად ამ პროტესტის მიზანი არის ტყვეების გათავისუფლება. აქ შეკრებილი არიან პატიმრების მშობლები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც სოლიდარული არიან პატიმრების მიმართ. მინდა გითხრათ, რომ აქციის მსვლელობის დაწყებამდე მსვლელობის წევრებმა პატივი მიაგეს პატრიარქის ხსოვნას, დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის განსხვავებული აქცია, რადგანაც მსვლელობა დასრულდება არა პარლამენტის წინ, არამედ კანცელარიასთან, სადაც ისინი შეუერთდებიან დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს და სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოხატავენ მათ მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ყველაზე უფრო მეტად ვისაც ახლა სოლიდარობა ჭირდება, სწორედაც რომ დიუშენის ბავშვები და მათი მშობლები არიან კანცელარიასთან და როგორც ჩვენ თქვი, დღეს მარში არა პარლამენტთან, არამედ კანცელარიასთან მივამ. საბოლოოდ ეს არის დანიშნულების ადგილი.